მოგესალმებით. დღეს ნიკო ნიკოლაძის სრულ ბიოგრაფიას არ მოგიყვებით. ამის ნაცვლად მოდით მის ერთ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს როლზე გავამახვილოთ ყურადღება. მის მოღვაწეობაზე საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს არის ამბობი პრინციპულობაზე. იმ დროს, როცა ერი ფაქტობრივად საძირკვლიდან აშენებდა საკუთარ მომავალს. მოდით პირდაპირ ამ სიტყვებით დავიწყოთ, რადგან იცით, ეს ფრაზა აი ზუსტად ხნის ყველაფერს. ნიკოლაძისთვის სამშობლოზე ზრუნვა არ იყო რაღაც პარტიული დაპირისპირების საგანი. არა, ეს იყო საერთო საქმე. და აი ეს მიდგომა მტრულად კი არ ძმურად, ფაქტობრივად მისი მთელი პოლიტიკური ფილოსოფიის გასაღებია. კარგი, მოდით გადავინაცვლოთ დროში და ვნახოთ, აი რა ხდებოდა იმ პერიოდში, რა პოლიტიკურ სცენაზე მოუწია ნიკო ნიკოლაძეს თამაშის დაწყება, როცა ის ახლად შექმნილ მთავრობაში შევიდა. ანუ, მოკლედ რომ თქვათ რა ხდება. 1917 წელს იქმნება ეროვნული საბჭო, რომელიც უკვე 1919 წელს პირველ ისტორიულ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს. და სწორედ ამ არჩევნებზე გამოდის პოლიტიკურ სცენაზე ნიკო ნიკოლაძე, როგორც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის უპირობო ლიდერი, ფსის პირველი ნომერი. და რა შედეგი დადგა? აი წარმოიდგინეთ, 100 ადგილიდან ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით აიღო მხოლოდ 8 მანდატი. დიახ, სულ 8. მაგრამ აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. რიცხვები ხომ ხშირად სრულ სურათს ვერ გვაძლევს, არა? საქმე ისაა, რომ პირადად ნიკო ნიკოლაძის და მისი ფრაქციის წევრების ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ მათი რეალური გავლენა ამ 8 მანდატს ბევრად სცდებოდა. ანუ ისინი იყვნენ პატარა, მაგრამ ძალიან პრინციპული და ძლიერი ხმაკრებაში. და სწორედ აქ მივდივართ ნიკოლაძის პოლიტიკური ფილოსოფიის გულთან, მის სრულიად განსხვავებულ, უნიკალურ ხედვასთან, იმაზე თუ რას ნიშნავს იყო ოპოზიციაში. სანამ ნიკოლაძის პასუხს გეტყვით, მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. აი ზოგადად რა არის ოპოზიციის მთავარი როლი და მიზანი? აი სწორედ აქ ხედავთ ამ რადიკალურ განსხვავებას. ნიკოლაძის მიდგომა სრულიად სხვა იყო. ის თავის ფრაქციას არ განიხილავდა როგორც ხელისუფლების მტერს, რომლის მიზანიც მხოლოდ მთავრობის შეცვლაა. პირიქით, ის ამბობდა, რომ ჩვენც ხელისუფლების ნაწილი ვართ და ქვეყნის წარმატებაზე ზუსტად იგივე პასუხისგებლობა გვაკისრია. ანუ, მმართველ პარტიას უყურებდა არა როგორც მოწინააღმდეგეს, არამედ როგორც პარტნიორს, ვისთან ერთადაც საერთო მიზნისთვის, სამშობლოს კეთილდღეობისთვის უნდა ემუშავა. ნიკოლაძეს ღრმად სწამდა, რომ თუ ახალ მთავრობას უნდოდა ხალხს მისთვის პატივი ეცა, მაშინ პირველ რიგში მას თავად უნდა ეჩვენებინა მაგალითი. ანუ პატივი ეცა ხელისუფლების დანაწილების პრინციპისთვის. ის გამუდმებით აფრთხილებდა კრებას. ნუ ჩაერევით სასამართლოს საქმეებში, ნუ გადააქცევთ პარლამენტს კერძო დავების გარჩევის ადგილად. რადგან ეს, მისი თქმით, უბრალოდ შეარღვევდა მათ ავტორიტეტს და საბოლოოდ მოკლავდა ქვეყანაში სამართალს. მაგრამ ნიკოლაძე მხოლოდ პოლიტიკურ პრინციპებზე არ საუბრობდა. მას ჰქონდა ძალიან მკაფიო ეკონომიკური ხედვაც. და მისთვის სწორედ ეკონომიკა იყო ნამდვილი რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი. აი ეს ფრაზა იყო მისი მთავარი დევიზი. და მოდით კონტექსტს შევხედოთ. ახალშობილი რესპუბლიკა ფაქტობრივად ეკონომიკური კოლაფსის პირასაა. ამ დროს ნიკოლაძე ამბობს, რომ ძლიერი თვითკმარი ეკონომიკის გარეშე ჩვენი პოლიტიკური თავისუფლება უბრალოდ ილუზიაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაიმსხვრეს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ფინანსური სიძლიერე პირდაპირ ნიშნავდა მის პოლიტიკურ გადარჩენას. ასეთი მარტივი იყო ეს ფორმულა. კარგი, და როგორი იყო მისი გეგმა? როგორ აპირებდა ამის მიღწევას? ყველაფერი დაჰყავდა 3 ძალიან მარტივ, მაგრამ პრაგმატულ ნაბიჯამდე. პირველი, ვაწარმოოთ ის, რაც ყველაზე ძვირად გაიყიდება და დიდ მოგებას მოგვიტანს. ლოგიკურია. მეორე, ექსპორტით გავიტანოთ მეტი, ვიდრე იმპორტით შემოგვაქვს. ეს ჩვენს ვალუტას გააძლიერებს. და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კი ბატონო, მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები, მაგრამ მთავრობის მკაცრი კონტროლით, რომ ხაზინამ ყოველთვის თავისი წილი მიიღოს. და აი მივადექით ამ ისტორიის ალბათ ყველაზე დრამატულ ნაწილს. როგორ და რატომ წავიდა ნიკო ნიკოლაძე დამფუძნებელი კრებიდან? ეს ფაქტი თავისთავად წარმოუდგენლად ბევრს ამბობს. უბრალოდ დაფიქრდით. ოპოზიციის ლიდერს ანდობენ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მისიას, ევროპაში წასვლას და სესხების მოპოვებას. ეს ხომ პირდაპირ მიანიშნებს, რამხელა პატივისცემით სარგებლობდა მისი ექსპერტიზა და რამდენად ენდობოდნენ მას პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. და სწორედ აქ ვლინდება მისი პრინციპულობა მთელი სიცხადით. მისია გაიწელა და ის მიხვდა, რომ ფიზიკურად ვეღარ ასრულებდა დეპუტატის მოვალეობას. და რას აკეთებს? იმის მაგივრად, რომ უბრალოდ ფორმალურად ჩაეჭიდოს მანდატს, ის იღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მისსავე ღირებულებებს შეესაბამებოდა. და მოусმინეთ მის გამოსათხოვარ სიტყვებს. აქაც კი ზუსტად იგივე პრინციპი ჩანს. მისი ბოლო გზავნილი არ არის რაღაც პოლიტიკური ანგარიშსწორება ან წყინის გამოხატვა. არა. ეს არის წმინდა პატრიოტული სურვილი. სურვილი იმისა, რომ კრებამ წარმატებას მიაღწიოს. ძვირფასი და საყვარელი ჩვენი მამულის საკეთილდღეოდ. და იცით, არის ერთი დეტალი, რომელიც ჩემი აზრით ალბათ ყველაზე მეც ამბობს ყველაფერზე. რესპუბლიკა უკვე დაცემულია, საბჭოთა რეჟიმია. და ამ დროს
ნიკო ნიკოლაძე სიცოცხლის ბოლომდე სათუთად ინახავს დამფუძნებელი კრების დეპუტატის პატარა მოწმობას, ნომერი 83. ეს იყო მისთვის სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ძვირთვასი იყო სამშობლოს დემოკრატიული სამსახური. და საბოლოოდ, მთელი ეს ისტორია ამ ერთ კითხვამდე მიდის. ნიკო ნიკოლაძის მაგალითი კი თითქოს პასუხსაც გვაძლევს. ხო ამბობენ, პოლიტიკოსი შემდეგ არჩევნებზე ფიქრობს, სახელმწიფო მოღვაწე კი შემდეგ თაობაზეო. ხო და სწორედ ამიტომ არის მისი მემკვიდრეობა დღესაც ასეთი აქტუალური. და სწორედ ამიტომ გვაფიქრებს იმაზე, თუ რას ნიშნავს ემსახურო შენს ქვეყანას, მართლა, ჭეშმარიტად.